მოგესალმებით. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ავატარს ვუყურებთ ისევ, მოგეხსენებათ ეს სერიალი უკვე ძალიან მომწონს და მეორეც იმიტომ რომ ორ სერიას ვუყურებთ ერთად. ეს არის ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი, პირველი სეზონის მე-7 და მე-8 სერიები. რატო გადავწყვიტე ახლა ასე? იცით რომ ახლა მე-4 და მე-5 სერიები ერთად გქონდა, იმიტომ რომ დრო გქონდა და ერთად გადავწყვიტე და რეაქტება და ახლაც ვარეაქტებ ამ ორ სერიას ერთად. ერთი იმიტომ რომ დრო რამდენად მაქვს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი პერიოდია, ხანუ დიდი ალბათობით ამოჭრა მომიწევს. წინასწარ გაგაფრთხილებთ ან არაერთხელ. მაგრამ თქვენთვის ახლა დიდად ისეთი არ იქნება არაფერი სერიოზული, იმიტომ რომ მაინც იმავე მომენტიდან გავაგრძელებთ, სადაც გავჩერდებით. თუმცა არ მინდა რა ეს ამოჭრები, ახლა ხო იცით, ჩემზე უკეთესად იცით, როგორც ბეზიზღება ამოჭრა შუაყურების დროს. ეგ არის და თავარი მიზეზი რატომაც გადავწყვიტე რომ ერთად გადამეღო, ეს არის ის რომ ეს ორნაწილიანი სერია. ორ ნაწილიანი რა, ორი ნაწილი არის ერთი დიდი სერიის, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ სათაური არ მახსოვს და არც ქვეშ სათაურები ამ სერიის, მაგრამ ალბათ ვნახავთ, დღეს დილით შევამოწმე და ვნახე რომ ორნაწილიანი იყო, გამიხარდა და დავაწყე სათაურები. ასე რომ ხო, ერთად ვარეაქტებ ორივეს. ნახოთ რა გამოგვირვა. წესით საინტერესო უნდა იყოს, ჯერ ასეთი ორნაწილიანი არ გქონია. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ახლა პირველი სერიებია იწყება და ხო იცით ახლა პირველი ორი სერია ეს გადაბმული იყო ერთმანეთთან ძალიან ესე ვაშკარად, მაგრამ როგორც ასეთი სერიას რომ მეგქოს ნაწილი პირველი, ნაწილი მეორე, ასეთი არ გქონია. ამიტომ ეს არის პირველი შემთხვევა. და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ მალე პირველი სეზონის მე-7 და მე-8 სერიები ხმა. ეგ ბევრი არ არის. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს მზად ხართ. არ ვიცი რას ველოდებოდე. წინა სერიამ გამახარა, ისე როგორც ყოველმა სერიამ. და ეს ორნაწილიანი იმედი მაქვს უფრო გამახარებს. რაიმე განსაკუთრებულად კარგს ველოდები. მე მართლა ასეთი წარმოდგენები მაქვს ორნაწილიან სერიებზე. შეიძლება თოთა გადასავლების დროიდან გამომდინარე და ბენთენიდან კიდე. ისეც ბევრი სერიალები და ახლა ეს ყველაზე აშკარა ვთქვით, თორე არის ბევრი სერიალი, სადაც ორნაწილიანი სერიები განსაკუთრებით კარგია. დავიწყოთ სკალას განაწევასე. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი, პირველი სეზონის მე-7 სერია. რაც არ უნდა იყოს სათაური და ქვეშ სათაური. 3, 2, 1 დავიწყოთ. რელიზი მოამზადა აჭარანეტ.com-მა. წყალი. მიწა. ეს ინტრო. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლი ეს გადასვლები. გადასვლები კი არა, ეს მიახლოება. მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო. მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა ის ეს რომ არის, შევთხოვთ ის ხომ არ არის ცეცხლის მბრძანებელი ავატარი? რო თქვენ წინაზე გაუჩინარდაო. მისი საოცარი შესაძლებლობების თუ არა, თუ ანგზე თქვენ გაუჩინარდაო. ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ მანქს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. მეც მჯერა. ყოველ შემთხვევაში წინა ავატარი იქნებოდა. ბრძანებელი. პირველი წიგნი, წყალი, მე-7 თავი, სულების სამყარო. სულების სამყარო. და კიდე იყო, ბოცა. Winter Solstice part. Winter Solstice. მაგას როგორ თარგმნო არ ვიცი. აი, ყოველ შემთხვევაში ნახავ. Solstice ის ხო არ არის, რა ქვია, ნათება რო არის ზამთარში. ყოველ შემთხვევაში ნახავ. თითქოს გადახტები და ბამბის დიდ ბილგროვაში ჩახტები. იქნებ გეცადა. სასაცილო ხარ. არა, ამარა ეს დაფრინავს. როგორც ეს ღრუბლები წყლისგან არ შექმნილი. რა თქმა უნდა. შეხედეთ, ეს რა არის?
ნაიარევს გავს. რა მოხდა კუნძულზე? უსმინეთ. სიჩუმეა. აქ სიცოცხლე აღარ არსებობს. ანგ, კარგად ხარ? ცეცხლი. მაგის გამიდოდა ახლა. ვის გზნობა არ გააჩნია. ვულკანის სამოფრქვევა ხომ არ მოხდა ან რამე. აღარ შეიძლება. თავდასხმა იყო მომდევნულად. ამას რატომ აკეთებენ? ეს როგორ დაუშვა? ანგ, შენ არაფერი გაგიკეთებია. ეს შენ არ გეხება. არა, მე მეხება. ავატარის ვალი ბუნების დაცვა, მაგრამ არ ვიცი ჩემი საქმე როგორ შევასრულო. ჩრდილოეთ რა თქმა უნდა ახლა ავანდი თავის თავს გადადაშაულებს იმიტომ რომ ეს ბრძანებლობის მასწავლება 100 წლით დაკარგული იყო. მას ვერავინ მასწავლის. პერმა გაიცემ თქვა რომ ჩემი დახმარება ავატარ როკუს შეეძლო. წინე ავატარს? ავატარ როკუს. როგორ უნდა დაელაპარაკო? ავატარ როკუს ის არის ინტროში რო იყო. როკუ. ბიძია, წასვლის დროა. სად ხარ? ბიძია ირო. აქ ვარ. ბიძია? უნდა წავიდეთ. ავატარის სკოლას მივაგენით და მისი დაკარგვა არ მინდა. დაღლილი ხარ, პრინცო ზუკო. მოდი შემომიერთდი. აირო. მიიღე და პრობლემები დაივიწყე. ჩემს პრობლემებს ვერ დავივიწყებ. წასვლის დროა. შენი მასწავლებლის რჩევა უნდა გაითვალისწინო და ცოტა ხნით დაისვენო. წყლის ტემპერატურა კარგია. დასვენება არ გაწყენდა ზუკო. ასეთებით შეგვიძლია? ახლა უნდა წავიდეთ. წყლიდან ამოდი. კარგი. მე კიდევ მოგცემ. ნახევარ საათში გემზე იყავი, თორემ უშენო წავალ. ვაუ. ანგ, გინდა გაგამხიარულო. არა, ახლა შეხვდებიან ალბათ ამ სერიაში ერთმანეთს. მე გამახალისე. ხო, ალბათ ეს დავიმსახურე. რკოები ყველგანაა. ეს ნიშნავს, რომ დღე ისევ გაშენდება. ერთ დღესაც თითოეული რკო მუხის ხედ გადაიქცევა. აქ მცხოვრები ფრინველები და ცხოველები დაბრუნდებიან. მადლობ, კატარა. კატარა ჩემი საყვარელი პერსონაჟია. თქვენ ვინ ხართ? უკვე. ბოდიში სოკა, მაგრამ ნახე. გავიფიქრე რომ ეს შეუძლებელი იყო. არა. მაგრამ ეს ნიშნები შენ ავატარი ხარ შვილო? დიახ. ჩემს სოფელს ძალიან სჭირდება შენი დახმარება. ეს ნორჩი ავატარია. ესე იგი შენი დაბრუნების შესახებ გავრცელებული ხმების სიმართლე. თქვენთან ერთად ყოფნა დიდი პატივია. ყველგან თემა სოფლიო უნდა იყო უკვე. რომ დაბრუნდა. რით დაგახმარო? არ ვიცი. ჩვენ სოფელში უბედურება ხდება. ის ჩვენი ერთადერთი იმედია. ბოლო რამდენიმე დღეა მზის ჩასვლისას სოფელში საშინელი სული მოდის და თავს გვესხმის. ის არის ჰეიბაი, შავი და თეთრი სული. თქვენ რატომ გიტევთ? არ ვიცით, მაგრამ ბოლო 3 დღის განმავლობაში ჩვენიანები მოიტაცა. ახლა განსაკუთრებით გვეშინია, რადგან ზამთრის ნაბუნიობა ახლოვდება. ამ დროს ზამთრის ნაბუნიობა? როდესაც ნაბუნიობა ინტერესოსე. ბუნებისა და სულების სამყაროები ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდება, სანამ მათ შორის ზღვარი საბოლოოდ არ გაქრება. ჰეიბაიმ უკვე გაგვანადგურა, როდესაც ნაბუნიობა დაიწყება. არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. და მე რა უნდა გავაკეთო? ჩვენ სამყაროსა და სულების სამყაროს შორის არსებული დაპირისპირების მოგვარება ჩვენ სამყაროს და სულების სამყაროს შორის სულებს შორის არსებული უდიდესი ხიდი ხარ. მართალია, ხიდი ვარ. დიადო ხი. რა? შეიძლება ერთი წუთი დაგელაპარაკო. დიახ, თუ შეიძლება. ანგ, ამ ყველაფერში ეჭვიგებარება არა? ხო, ალბათ ასია, რადგან სულების სამყაროზე არაფერი ვიცი. ასეთი რაღაცები ჩემთვის არავის რა, უსწავლებს. სულების სამყარო. ამ ხალხის დახმარება გარდაცვლილებს ვეკონტაქტებ. როკუს დავეკონტაქტებით ახლა? თან მივხვდა. ავატარ როკუს. ჩემი აზრით ამას შეძლება. საინტერესოა. საშინელი სული ყველა შეგვჭამს. ანუ მოიცა.
წესით და რიგით ავატარი როგორც ვიცი ყოველ თაობა ავატარების არის ჰაერის უბრალოდ სტიქის სხვადასხვა ბრძანებლები არიან რა და ყოველი თაობის ავატარი ანუ მაგის თქვა მინდოდა რომ სხვადასხვა სტიქის ბრძანებელია აანგი არის ჰაერის მანამდე იყო როკუ ცეცხლის მერე იყო თუ არ ცდები კიოშიძე თქვეს რომ როკუნდე იყო და ეს კიოში აშკარად იყო მიწის ხო მიწის იყო კი ანუ თუ რიგის მიხედვით არის მახსოვს მესამე სერიაში თქვეს რომ რიგის მიხედვით იყო და კიოშის მერე თუ იყო როკუ ცეცხლის აანგი ჰაერის და ანუ შემდეგი ავატარი უნდა იყოს წყლის ეგრე გამოდის ხო ну იმიტომ რომ ახლა რატო უსვამ დასხას ასეთ ცუდროს ვიცი რომ არსებობს ავატარი ლეგენდა კორაზე ამის აანგის მერე და მაინტერესებდა უბრალოდ ანუ კორა თუ კონკრეტულად არ ვიცი ზუსტად საუკუნეები არის გასული თუ რამდენი წელი აანგის მერე მაგრამ კორა თუ იქნება აანგის შემდეგ წესით და რიგით უნდა იყოს წყლის ბრძანებელი ახლა ჩემი კითხვა იქნება ასეთი აქვს თუ არა ავატარს საშუალება ზოგადად ავატარს რომ დაეკონტაქტოს თავის ძველ ვერსიას რა ანუ ხო ძველს ვინც იყო წინა ცხოვრებაში იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში ავატარი ხო თქვეს რომ ავატარის სული ნელ-ნელა სხვა ადამიანში გადადისო და აანგიც არის ავატარი ერთ-ერთი აქვს თუ არა აანგს საშუალება ამ სერიაში ან ამ სერიის მეორე ნაწილში დაეკონტაქტოს როკუს და საიდუმლოებია მოხსნათ რაღაც ნაწილი მაინც იმიტომ რომ როკუზე ბევრი საიდუმლო იყო რომ რატომ გადაწყვიტა უარის თქმა ქვეყნის დაცვაზე თუ სოფლიოს დაცვაზე უარი არც უთქვას მე მგონი თქვეს რომ გაუჩინა და აღარ მახსოვს რომ ორი თვე გავიდე რაც მაგ სერიას უყურე და დებილი ვარ უბრალოდ უნდა მენახა კიდევ ერთხელ გადამეხიდა მაგრამ აშკარად იყო ამოუხსნელი რაღაც როკუს შესახებ და ეგ ნაწილი მაინტერესებს ანუ აანგის გაუჩინებაზეც არ ვიცით ბევრი მაგრამ აი როკუზე უფრო მეტი გვაქვს გასაგები შეიძლება გავიგოთ რატომ დაიწყო ცეცხლის ტომმა ომი და შეიძლება თუ აღმოჩნდება რომ როკუ იქნება დამნაშავე ან თავარი პირდაპირ როკუს დაწყებული არ ამგონია იყოს ახლა მაინც ავატარის დანიშნულება სხვანაირი არის მაგრამ თუ როკუ იქნება დამნაშავე არა პირდაპირ იგზით რა თქმა უნდა მაშინ იცით რამდენი რამის შესulis ეს აანგს შეიძლება სულ შეეცვალოს შეხედულება ავატარებთან დაკავშირებით და რატომ თქვი სტიქიებზე რატომ გავუსვი ხაზი ეს არის ის რომ არ ვიცი ზუსტად რის იმბრძანებელი იქნება კორა ამიტომ თუ ავატარის შემდეგ იქნება დიდი ალბათობით კორა იქნება წყლის ორ შემთხვევაში ასე მოუწევს ანუ ჯერ არის ჰაერი არა ჯერ არის წყალი მერე მიწა მერე ჰაერი და მერე წყალი მიწა მერე ცეცხლი მერე ჰაერი ან ჯერ ცეცხლი ყოველ შემთხვევაში არ ვიცით პირველი რომელია ანუ პირველი ავატარი არ ვიცით კონკრეტულად რის იმბრძანებელი იყო და ამ წუთას არც აქვს მნიშვნელობა ახლა ძალიან შორს მივდივარ მე მაგრამ მაინც გავუსვი ხაზი ახლა უბრალოდ თქვენ კომენტარებში დამიწერეთ მართალ სვამობ თუ არა ანუ რასაც ახლა ვამბობ ну სპოილერების გარეშე კონკრეტულად სტიქიებზე დამიწერეთ როკუზე თუ არა ამოხსნეს არაფერი დამიწერეთ ჩემით ნახავ სტიქიებზე დამიწერეთ მართალი ვარ თუ არა გავაგრძელებთ მაშინ ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი პირველი სეზონის მეშვიდე სერია 3-2-1 გავაგრძელებთ ნა ეს კიდე ჩაეძინა ვინ არის აქ ზუკო იქნება მინდურის თაგურილა მინდურის თაგური უნდა მწოდნოდა ცოტათი შემაშინება და რა როგორც ჩანს ჩამეძინა და გემზე მისვლა დავაგვიანე მაგრამ ძალიან კარგად მეძინა ძილის დრო აღარც არის და ეს
ის ცეცხლის სამეფოს ჯარისკაცია. ჩვეულებრივი ჯარისკაცი არ არის. ცეცხლის ბატონის ძმა. დასავლეთის დრაკონი და ოდესღაც უდიდესი გენერალი აიროა. მაგრამ ახლა ჩვენი ტყვეა. აირო ტყვე დაიყვანეს. რაც არ ველოდებოდი ასეც. გამარჯობა. სულო, აქ ხარ? გესმის? ავატარი ვარ. აქ შენს დასახმარებლად მოვედი. ეს არასწორია. აქ ჯდომა და შეშისგან განკალი არ შეიძლება, როდესაც საანგი უჩხუს ელოდება. ხოლოდ მას შეუძლია ჩვენი გადარჩენა. ამას მარტო საინტერესოა, საინტერესო სიცავედით. მაინტერესებს როგორ გავეყურება სულების სამყარო ავატარში. ზე ჩავიდა. სად ხარ? ჰეი, ბაი. მოკლედ, სულო. ხო, ამ სოფელს თავი დაანებო. არა, კარგი. როგორ ჩანს შევთანხმდით? გამოჩნდება ახლა. აუ, ეს რა არის? ეს რა არის? შენ ალბათ სული ჰეი ბაი ხარ. მე მქვია? მე მგონი არ აინტერესებს რა ქვია. ანგი მქვია. ავატარი ვარ და შენი დახმარება მინდა. მოიცადე. აუ, ეს ძალა აქვს ასეთი თუ. საინტერესოა, როგორც ჩანს ავატარის მეთოდები. სულებს ასეთი ძალა აქვს თუ როგორც ჩანს სულს მისი შეიძლება როგორიც ჰაერის სტიქიასაც უკავშირდება. რაც ძალიან გავდა ჰაერის ძალებს. ხოლოდ ავატარს შეუძლია. ანგი თვითონ გადაწყვეტს რისი გაკეთება ჯობია სოკა. ხო, იქნებ ყველაფრის განადგურება შეწყვიტო და მომისმინო. უბრალოდ ვცდილობ სულების ხიდის ვალი შევასრულო. უკაცრავად. ხომ არ შემაბრუნდებოდი? იბრძანებ ახლავე შემაბრუნდე. საკმარისია. დახმარება სჭირდება. სოკა, მოიცადე. ძალები გამოიყენოს. ჰეი ბაი, აქეთ გამოიხედე. სოკა, უკან დაბრუნდი. ერთად შევებრძოლებით ანგ. მასთან ბრძოლა არ მინდა თუ მე. ახლა ხო გინდა. სოკა, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა. ბიძია. ბიძია, სად ხარ? ბატონო იქნები ფიქრა რომ მის გარეშე წახვედით. აქ რაღაც ხდება. აქ ქვების გროვა. როგორც ჩანს აქ მიწა ჩავარდა ბატონო. მიწა ზევით არ ადის. ეს ქვები ბუნებრივად არ გადაადგილებულა. ბიძა ჩემი მიწის მბრძანებლებმა შეიპყრეს. რაღაცა ჭიმეპარება იმაში რომ აირო მარტივად დასაჭერი იყოს, ან დიდი ალბათობით ცუდ საქმეს აკეთებენ ბიძის ბრძანებლები. მიიყვანენ თავიანთ იმაზე, რა ქვია, სახლში და მერე შეეტყობინებს აირო ზუკოს და თავს დაესხმებიან. რა ჩანდება მოხდა ახლა? არ მითხრეთ რომ სულების სამყაროში წაიყვანა. სად მიყავართ? სამართლიანობასთან შესახვედრად. გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად სად? იმ ადგილს კარგად იცნობთ. ერთხელ ის ადგილი ალყაში 600 დღის მანძილზე მოაქციეთ, მაგრამ არ დაგნებდნენ. გასაგებია, დიად ქალაქ ბასინგსეს გულისხმობ. ეს ქალაქი თქვენზე დიდებული აღმოჩნდა. ბასინგსეს წინაშე ჩემს მარცხს ვაღიარებ. 600 დღის მანძილზე სახლიდან შორს ვიყავით. ჩემი მეომრები დაინომდნენ, მეც დავიღალე.
და ახლაც და აჰა, მაგის გავიდოდა. ახლაც დაგრილი ჩახარ. რელიზი მოამზადა აჭარანეთკომმა. რა დაგეგართ, არ ვიცი ბუდიშით. მაგრამ ტიპი ცხენიდან გადმოუვარდათ. და კვალი დატო. გეუბნებით რა აირო ჭკვიანია. ვიცი. დასვენება გჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება. შენი ძმა საიმედო ხელშია. გამიკვირდება თუ ავატარი მის გარეშე. გაგიკვირდეს. კატარა, ის დაუკარგა. რატო ის ანგელი უჩქრებში უკვე? მზე ამოდის. წეღანაც შევამშინე და კი არ გამიკეთებია კომენტარი. არა, მე აქ ვარ. უკვე სულების სამყაროში არ არის, მაგრამ სულია უკვე. სულების სამყაროში ვარ. ნუ კარგი, სულების სამყაროში არის. შეიძლება ასე ითქვას. ხო, ეს ბიძია იცია. ყველაფერს მოვაგვარებ, კატარა. გპირდები. მათ თქვეს, რომ ორ სამყაროს შორის ხიდი ვარ, ხომ ასეა? უბრალოდ, უნდა მოვიფიქრო, რა უნდა გავაკეთო. როდესაც მოვიფიქრებ, ყველაფერი მოგვარდება. როდის მოიფიქრებ, გააჩნია. მეგობარო, აქ ვარ. ვერავინ ვერ ხედავს. მაგრამ ვერ ჩენ მხედავ. ყველაფერი რიგზეა, აბა. არი დარდო. ალბათ უკვე გზაში არიან. სანაძლეოს დავდებ, რომ ატმებიც მოაქვთ. რა უნდა გავაკეთო? ავატარო როკუ, როგორ დაგელაპარაკო? წავიდა. სოკა? სოკას ადამიანი და ეს თუ სულების სამყაროშია. ეს სოკა ნამდვილად ეს დრაკონია? სულების სამყაროში არც ეს არ მოქმედებს? სულების სამყაროში ჰაერს ვერ მარტო. ხო. არც მაგია არ მოქმედებს თუ რაც ქვია. სტიქი ისწავლა. დრაკონი. ხომ არ იცი სოკა სად არის? შენ ავატარ როკუს მფარველი ცხოველი ხარ. ეს იყო ავატარი როკუ. ჩემთვის აპა, ჩემი მეგობარი უნდა გადავარჩინო და არ ვიცი როგორ. როკუს ვერ დავალაპარაკები? დაუბრუნდები, კატარა. თან რა მუსიკა წამიყვანე. თან რა მუსიკა ჩაირთო. მოხდა რამე? ხედავს? არაფერი. თუმცა რაღაც მართლა მოხდა. მაცა როგორ დაინახა? მისუსტდა და ამტკივდა. ხოლო თქვენი ბორკილები ზედმეტად თავისუფალია. ზედმეტად თავისუფალი? ასეა. ბორკილი დასუსტდა. აქეთ იქით ქანაობს და მაჯებზე მხვდება. უკეთესი იქნება თუ ბორკილებს უფრო მყარად მომიჭერთ, რომ ხელები აღარ მატკინონ. კარგი. გაბრალო. კარგით რა ხალხო. ეს ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ რომ გაიქცეოდა, მაგას ველოდებოდი, რა თქმა უნდა. მაინც გამიკვირდა, როგორ დაინახა აირო დრაკონი. არაფერი მესმის. ეს მხოლოდ როკუს კანდაკებაა. როკუს ამაზე უნდა საუბარი. ეს მეტეორი იყო. კომეტაზე? მასთან საუბარს როდის გადავთ. რა გვეკომეტება ავატარს?
ეს კაი ხო ეს ბოკონდებია თუ რა იმას ეს კალენდარია და სინათლე როკუნდე ნაბუნიობის დაწყების მიზნით იმიტომ ქვია სერიას 2003 ნაბუნიობა დრო არ მაქვს სოკა ახლავე უნდა გადავარჩინო კი დიდი ალბათობით ეგ არის დროის ფაქტორი რომ ეს სერია ორ ნაწილადაა გაყოფილი უბრალოდ ორი სერია რო არის საფრთხე არც კი ვიცი როგორ თქვა სწორად მაგრამ ხომ მივხვდით ზედმეტად საშიშია მეთაურა დედაქალაქში ვერ წავიყვან სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ ეგ მართალია ახლავე და მკაცრად უნდა დავსაჯოთ ახლა უნდა მოკლათ რა თქმა უნდა ახლა აი რო არ მოკვდება მაგრამ ჯობია სოფელში დაბრუნდე ყველაზე კარგი ვარიანტი იქ იქნებოდა რომ ადგილზე ვერ მოვიკლათ ავატარი არა მაგრამ დაახლოებით ბიძამისის გადარჩენას მიანიჭებს უპირატესობას თავის ხელში დაბრუნდა ეს დათვი შენ დაბრუნდი სოკა სად არის არ ვიცი ხო ეს საშიში ხელები უნდა გავანადგუროთ ხელები იდეა კარგია სიმართლე გითხრათ ორი წამით მართლა დავწკედებ მიულობა მეთქი არა მგონია არ მეგონა მაგრამ მაინც ორი წამით დავიჯერე უმცირესობაში ხართ კლეა მაგრამ თქვენზე ძლიერები ვართ ძალიან ბოლოს ეს ბიცის სტიქიის ძალები რა ეს ქვებზე შეწინა სერიაში რომ ნახშირი გამოიყენეს ქვანახშირი რა თქმა უნდა ხა ცეცხლის და ჰაერის ძალიან ბოლოს ორივე მაგრამ მიწის რაღაც განსაკუთრებულად მომეწონა ეს ბოლო რამდენიმე სერია საერთოდ ეს ბოლო რამდენიმე სერია მიწის სამეფოში ვარ ახლა კი ჩაიწყო. მიწის ხალხთ. კარგი იდეა. კიოშის მეომრებიდან მეოთხე თუ მეხუთე სერიიდან მოყოლებული დიდი ალბათობით ორივე ნაწილს აქ გავატარებთ ამ სერიისას. ახლა ისე უნდა ამ ტყისული ხარ ხვდები აბრაზებული ხარ რადგან სახლი და ხო როდესაც დავინახე რომ როგორ ვერ ვხვდი მაგას მაგრამ მეგობარმა იმედი მომცა რომ ტყის აზრი გამიშდე რო თქვა ტყისული ხარო რკოს ანახებს კი და შეიცვალა ფორმა. ვაუ! სოკა. რა გავასრულეთ? სულების სამყაროში 24 არ გაგვისრულები არაფერი ახლა მაგრამ. როგორ ხარ? ახლავე უნდა დავიბანო. გმადლობა ლატარ. როგორ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის რაც ჩვენთვის გააკეთე. შეგიძლიათ ცოტა მარაგი და ფული მოგცეთ. ვაუ. ეს გჭირდება. მოგზაურობისთვის მომზადებაში თქვენი დახმარება დიდი პატივია.
ანუ შენი თვა პრინციპში მართლა გჭირდება. ყველაფერი თვითონ მოაგვარე. სინამდვილეში დამეხმარნე. და კიდევ რაღაც უნდა კითხე. უნდა დავრჩეთ, ხო? ეს კომეტის თემა რა თქმა უნდა მოუსწრებელი იყო. და დავალაპარაკო. კონი ვიცი მის სულს როგორ დავუკავშირდე. შვენიერია. უცნაურია, მაგრამ შვენიერია. ერთ შორეულ კი. კუნძულზე ტაძარია. თუ იქ ნაბუნიობის დღეს წავალ, მასთან საუბარს შევძლებ. მაგრამ ნაბუნიობა ხვალ არის. ო, და კიდევ ერთი პრობლემა. ის კუნძული ცეცხლის სამეფოშია. კი. რა გიგულდათ ახლა? ბოლო როკუ ცეცხლის ბრძანებელი იყო. მოამზადა აჭარა ნეთქომმა. ფილმს ახმო ლოგიკურია რატომაც მოსწრებთ ამ სერიას. ამ მომენტით, მაგრამ კარგით რა. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს მეორე სერიასაც უნდა ვუყუროთ და ეს არის კარგი. ანუ ხო. ეს იყო ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონის მე-7 სერია ზამთრის ნაბუნიობა. პირველი ნაწილი, რომლის ქვესათაურიც უკვე არ ვიცით ნახო. ეს ვარდავანები მარტივად თავს. კარგი სერია იყო ძალიან. აი, მართლა ძალიან. ვერ ვიტყვი რომ ყველაზე ძალიან მომეწონა, მაგრამ აშკარად საინტერესო იყო მთელი სერია. ისეთი ჰაიპი იყო. ანუ ჰაიპს ვერ ვიტყვი ახლა რომ ისეთი ჰაიპი თქვათ. როგორც ზოგიერთ სხვა სერიებზე. მაგრამ სულების სამყარო ასე ერქვა პირდაპირ. და ვაიმე შემდეგ სერიას ქვია ავატარი როკუ. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი სერია იყო. მეგონა კი მქონდა წარმოდგენა რომ მეორე ნაწილში უფრო მეც შევიტყობთ ავატარი როკუს შესახებ. თუმცა კიდევ ზოგადად რაც შევიტყვეთ ისიც საკმარისი იყო ჯერჯერობით. ნაბუნიობა არის ხვალ რა შემდეგ სერიაში ჩემთვის დღეს თუ ამოჭრა არ გონწია. და დავუკავშირდებით დავიკონტაქტებით როკს. კიდე ხვალ. შემდეგ სერიაში გველოდება. არ ვიცი ძალიან მომზადებული ვარ შემდეგი სერიისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ ახლა სინამდვილეში მზად საერთოდ არ ვარ. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ისეთებს გავიგებთ შემდეგ სერიაში, რომ ამიფეთ ხდება გონება. ჯერ ეს მარტო სულების სამყაროსთან აკავშირი, ეს საოცრება იყო მართლა. ნახსენები კი იყო 1-2 მაგრამ არ მეგონა რომ ასე სწრაფად განვავრცელდით მაგ თემას. ანგმა შეძლო სულებთან დაკავშირება და შეძლო სულის დამარცხება ფაქტობრივად. დავყარეთ ასევე კონტაქტი იმასთან, აქვია როკუს ცხოველთან, რაც საკმაოდ კარგია, საკმაოდ დიდი პლუსია, იმიტომ რომ უფრო დიდი შანსი გვაქვს ახლა რომ როკუს დავეკონტაქტოთ. ნახოთ რა სიტყვის როკუ ავატარზე, ანგზე. იმიტომ რომ რავი. შეიძლება ცოტა ვერ აეწყოთ თავიდან ურთიერთობები და წარმოდგენა მაქვს კიდეც რატომაც. მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, მომიწია ამოჭრა. ხო რა. მოკლედ, ეს სამბუქი. ძალიან მომეწონა ეს თემა. ბევრი მოულოდნელი რამ იყო ამ სერიაში. ის კომედიის დამატება, მერე კიდევ როკუს ამბავი თვითონ ყოფილი ავატარის. მე მეგონა ეს ძალიან კარგი იყო რა. მართლა, მოულოდნელობის გამო კიდევ ერთ გულაც დაუწერდი ზედმეტ ამ სერიას, გულებით კი არ მოფასებ მე სერიებს, მაგრამ თუ ძალიან არ მომეწონება და არ ვთქვი 10-დან 10 იქნება მეთქი. მაგრამ შვენიერი იყო, ძალიან სწორი გზით წავდნენ და ის რა ჯანდაფა იყო ის დრაკონი რომ გავაფრინდა, აი რომ რანაირად დაინახა.
არა, აიროს შესახებაც უნდა გითხრათ ბევრი რამ. და კომეტა მაგარი იყო. მართლა ოღონდ სულების ამბავი მომეწონა ძალიან. და იმედი მაქვს კიდევ უფრო გადავაცნობთ მაგ თემას. იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ სერიის დასკვნა, როგორც აი პირველი ნაწილის, იყო მშვენიერი. როგორ მოაგვარა ანგმა თავისი სულების პრობლემა. თავისი სულების რა? ტყის სულის. მე ვთვლი რომ ეს სწორი არჩევანი იყო და რატომ როგორც გადაწყვიტეს ეს გაიგეთებინათ, ანუ ნაწილი ამ სერიის დავთვისხოთ მიწის ქალაქს და ნაწილს უთმობენ ახლა მეორე ნაწილს, ანუ როკუს. შეიძლება ნახე კიდეც რომ შემდეგ სერიას ქვია ავატარი როკუ და მოლოდინები დიდი მაქვს. და რა თქმა უნდა, ზუკო რომ აიროს გადარჩენა აირჩია და არა ავატარის დაჭერა. ეს იყო კარგი. სწორი გადაწყვეტილება იყო აშკარად და პატივს ვცემს ზუკოს ამის გამო. საერთოდ ზუკოს არ ვთვლი ბოროტ ადამიანად, იმიტომ რომ მესმის რატომაც აკეთებს, რასაც აკეთებს და ძალიან კარგად შეგვიძლია გავუგოთ მას როგორც პერსონაჟს და ვიცი კიდე რომ ზუკოს უამრავი ფანი ხავს, მე მგონი უფრო მეტი კიდე ვიდრე ანგს და ზუკო შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული პერსონაჟია ამ სერიალში. და ახლა მესმის რატომაც მოგწონთ, მესმის რატომაც აფანატებთ ასე ზუკოზე და მესმის რაც მოგწონთ ზუკოში. ისე მინდა აღნიშნო რომ ზუკოს აი ამ სერიაში დავაგვიწყოთ, შეიძლება ადრეც ნათქვა იმაქვს და არ მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ვიტყვი რომ ზუკოს ვინც ახმოვანებს, ანუ ბავშვის ხმა აქვს ორიგინალში რა. ესე 12-13 წლის ბავშვის არა და აშკარად შედარებით მეტისაა. ну 14-15 ახლა მაგას აქშიც აქვს ხოლმე ერთი ხმები. უბრალოდ ქართულად ანუ ამაში აჯანეთის გახმოვანებაში აქვს ცოტა უფრო ბოხი, ანუ ავატარს ანგს აქვს ჩვეულებრივი ბავშვის ხმა, როგორც უნდა ჰქონდეს სპეციფში და ზუკოს უფრო მამაკაცის ხმა აქვს და ორიგინალში ორივეს ბავშვის ხმები აქვთ. რაც ჩემი აზრით საინტერესოა, ანუ ხმის გამო კიდე შემეძლო მიფიქრე რომ ზუკო 18-ს გადაცილებული იყო უკვე ასაკით, მაგრამ ახლა შემიძლია ზუსტად თქვა, ზუსტად ვერ თქვა, მაგრამ დაახლოებით შემიძლია თქვა, რომ ესე 14-15 წლის იქნება. ანგზე უფროსი არის აშკარად. რამდენი წლით არ ვიცით. და ახლა არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ დროა გავემგზავროთ ცეცხლის სამეფოს კუნძულზე. სადაც ვნახავთ როკუს სულს. და სადაც შევიტყობთ მეც ავატარი როკუს შესახებ და ზოგადად ავატარების შესახებ. ავატარი ჰაერის უკანასკნელი მწერებელი. პირველი სეზონის მერვე სერია ავატარი როკუ 3, 2, 1 დავწყეთ. წყალი. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინა. ანა როკუ, ანა. მას შემდეგ 100 წელი განმავლობაში და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. შეიძლება პირველი ავატარი იყოს. მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი. მჯერა. პირველი წიგნი, წყალი, მერვე თავი, ავატარი როკუ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. წამოდი აპა. წამოდი ბიჭო. ისმინე. სულხარ რომ კატარა და სოკა ცეცხლის სამეფოში ჩვენთან ერთად არ მოდიან. მათ რომ რამე არ მოდიან? ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატია. არდონის. ჩემი აზრით შენთვის რაღაცის თქმა ცდილობს. გთხოვ არ წახვიდე ანგ. სამყარო დაიღუპება თუ ცეცხლის სამეფო შეგიპყრობს. ამას ვერც მე გავუძლებ.
არა, არ შეუძლია. მაგრამ ავატარ როკოს უნდა დავალაპარაკო და ვკითხო ჩემი ხილვა რას ნიშნავს. ცეცხლის ტაძარში ნაბუნიობამდე უნდა მივიდე. ნაბუნიობა კი დღესაა. ნაბუნიობამდე უნდა მიხვიდე კი. ცეცხლის სამეფოში წასვლის უფლებას არ მოგცემთ ანგ. ყოველ შემთხვევაში მეგობრების გარეშე ვერ წახვალ. ჩვენ დაგეხმარებით. იმ კუნძულამდე დიდი გზაა. ძალიან სწრაფად უნდა იფრინოთ, რომ მზის ჩასვლამდე ჩაფრინდეთ. წარმატებას გისურვებთ. მადლობას გიხდით. წადით. კარგია. ასე იგი მთელი ჯგუფით მიდი. არ გეძინებათ? ოუ, ახლა ხან ავატარი ხომ არ გინახავთ? ღმერთო, სულ 5 წუთის წავედით, რა იყო? მიდი ბიჭო, წინ გრძელი გზა გვაქვს. დაუჩქარე. ცეცხლის სამეფოს ტერიტორიაზე ამ შევიდეთ. დროს ცეცხლის 16 ძალებლები წლებში რა სისულელეების გაგიკეთებია? კიდევ რამდენი ეს მათ და შორის ყველათო მის სამეფოდან თქვით. არჩევანი არ მაქვს ბიძია. და გავიწყდა რომ ცეცხლის ბატონმა გაგაძევა. კი, ზუკოსაც არ აქვს ფლება. გაძევებულია. ავატარს მივსდევ. მამა გამიგებს, როდესაც მიხვდება რატომ დავბრუნდი. მასზე ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს. ჩემი ძმა გამგები ადამიანი არ არის. ნახოთ ოზაირას სიტყვის. მესეჭავ. პირდაპირ იარე. ანგ, პრობლემა გვაქვს. ო, თან სწრაფად გვიახლოვდება. კარგი რა, პრინცო ზუკო. არ შეიძლება ისინი უფრო სასიამოვნო რამით ჩამოვაგდოთ. სასიამოვნო გაგიჩი. ჩემს ნიშანს დაელოდეთ. ცეცხლი. ცეცხლის ბურთი. ავიცილებ. ზუკოსგან თავი უნდა დავიხსნათ, სანამ კიდევ ერთხელ გვესვრის. აპა უფრო სწრაფად ვერ იფრენს? ხო, იფრენს, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს. ბლოკადა? ისე ჯერ კიდევ მიწის სამეფოს წყლებში ვართ. ახლავე უკან გაბრუნდი და ვეღარ დაგიჭერენ. ჩრდილოეთით გავფრინდებით. ცეცხლის ცეცხლის ბრძანებელები. სამეფოს ხომალდებს შემოვუვლით. და ბლოკადას თავსავარიდებთ. დრო არ გვაქვს. სხვა გზა არ არის. ამიტომ არ მინდოდა რომ წამოსულიყავით. ეს ზედმეტად საშიშია. აქ სწორედ ამიტომ ვართ. მოდით ბლოკადა გავარღვიოთ. აპა, ჰიპ ჰიპ. ეს არის გასხოდი შორის. გთხოვ, პრინცო ზუკო. თუ ცეცხლის სამეფო შეგიპყრობს, ვერაფრის გაკეთებას შეძლებ. ავატარს არ გაყვე. რატომ მაქვს ის შეიძლება თქოს და ყველა უნდა შეიპყროს ცეცხლის სამეფო. ავატარი ჩვენების ავატარის სესტავი და დაგაძებული პრინცი ზუკოც. დღეს მიმართლებს. მეთეურო ჯაო. რას გვიბრძანებთ? ბიზონი ოუ, ჩამოვიდეთ, კაპიტანო. ო, მაგრამ იქ ცეცხლის სამეფოს ხომალდია ბატონო. ჩვენი გემია. რა მოხდება მას რომ დაეჯახოს? არა უშავს. იმ ხომალდზე მოღალატეა. ანთეთ. ხო. ცეცხლი. აპა, კარგად ხარ? აუ. მინდოდა მეთქვა დაღმობას გადავჭით მეთქი, ძმები მაგრამ დაზიანდა. უნდა გავჩერდეთ და შევაკეთოთ. გემი არ გააჩეროთ. ცეცხლი. მაქსიმალურად ცდილობს რა. მაქსიმალურად ცდილობს ავატარის დაჭერას. ეს სული იდეა ყოფილა. ახლა ვერც კი ხედავთ საიდან მოვფინავენ. აუ, სოკა დავკარგეთ. სოკა!
მზადეთ? ცეცხლი. აბა ვაუ კაიკო ეს იყო გავარკვიეთ ბლოკადა სამეფოში ვართ. შესანიშნავია. როგორ ფიქრობთ ავატარისად მიემართება ბატონო? არ ვიცი, მაგრამ გაძევებულ პრინცს ეწოდინებამ. აჰა ახლა შევეჯახებით. გემებს შორის გავალთ. პრინც უკოს დასაჭერად მზად ვართ ბატონო. მოიცადეთ, ძრავა გამორთეთ და გასვლის საშუალება მიეცით. ბატონო, ისეთი სახით უყურებენ ერთმანეთს აი ისიც. როკუს დრაკონმა ამ კონსოლზე მომიყვანა. გამოგივიდა მეგობარო. ყოჩა. ალბათ დაიღალე. არა. კარგად ვარ. ძალები ახვიდგინე და ცეცხლის ბრძანებელთან საუბრად მზად ვარ. მე აპას ველაპარაკებოდი. კარგი. მე მომოს ველაპარაკებოდი. სოკა ძველებს ვერ ვხედა. ალბათ ცეცხლის სამეფოს ხალხმა ტაძარი მაშინ დატოვა, როდესაც ავატარი როკუ გარდაიცვალა. ზეთი თქმის ჩავიდა. ჯობია ვიჩქაროთ. მოიცადეთ. გონი რაღაც გავიგონე. კი ჩვენ ცეცხლის ბრძენები ვართ და ავატარის ტაძარს ვიცავთ. შესანიშნავია. მე ავატარი ვარ. ვიცით. მაგიტომ უნდა მოკლათ მე მათ დავაკავებ. გაიგეცით. თუ ავატარი როკუს დაუკავშირდება, ბიჭი წარმოუდგენლად გაძლიერდება. გავიყოთ და ბიჭი ვიპოვოთ. გამომყევით. იცი სადმე ვიხარ? არა. ეს არასწორი გზაა. დაბრუნდი. ჩხუბი არ მინდა. თქვენი მეგობარი ვარ. ცეცხლის ბრძანებლები ჩვენი მეგობრები არ არიან. ვიცი აქ რატომაც ხარ ავატარ. მართლა? ხო. ავატარ როკუსთან საუბარი გინდა. მასთან მიგიყვან. ანუ ამ ტაძრის მცველები არიან? თუ მხოლოდ ეს არის, ანუ მცველები ყველანი არიან უბრალოდ, მხოლოდ ეს არის ბიჭი იპოვეთ. ჩვენიანი. დრო იწურება. სწრაფად. კარგია. ცეცხლის ტომიდანაც ყავს რა შეიფიქრა ბიძია? დახმარება. ჯაუმ რატომ არ დამაკავა? იმიტომ რომ შენ მოყვება. იცის რომ ნადალთან მიიყვან, რომელზეც ორივე ნადირობთ. ავატართან. თუ ჯაოს ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდა, ამის საშუალებას მივცემთ. ერთხელ ავატარმა როკუმ ამ ტაძარს თავისი სახლი უწოდა. ეს საიდუმლო გასასვლელები მაგმისგან ააგო. ავატარ როკუს იცნობდით? არა, მაგრამ ბაბუა ჩემი იცნობდა. ჩემამდე ამ ტაძარს ცეცხლის ბრძენების უამრავი თაობა იცავდა. ამ ადგილთან ძლიერი სულიერი კავშირი გვაქვს. საიდან გაიგეთ რომ აქ მოვდიოდი? რამდენიმე კვირის წინ საოცარი რამ მოხდა. ავატარ როკუს ქანდაკებას თვალები აენთო. ამ დროს აერის ტაძარში ხო, მაგის თქვა მინდა. ავატარ როკუს ქანდაკებას თვალები იქაც აენთო. სწორედ ამ დროს მივხვდით რომ დაბრუნდი. ანგიო დაბრუნდა კი. თუ ეს ავატარის ტაძარია, ბრძენები თავს რატომ დამესხნენ? ყველაფერი შეიცვალა. ადრე ბრძენები ერთგულებას მხოლოდ ავატარის მიმართ იჩენდნენ. როდესაც როკუ გარდაიცვალა, ბრძენები ახალ ავატარს მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ ის არ გამოჩენილა. მე მელოდნენ. ნუ ღელავ. ხოლო 100 წლით დაიგვიანე. ავატარის დაბრუნების იმედი დაგიდეს.
როდესაც ცეცხლის მბრძანებელმა სოზინმა ომი დაიწყო, ბაბუაჩემი და სხვა ბრძანები იძულებულნი იყვნენ მისთვის მხარი დაეჭირათ. ცეცხლის მბრძანებლის მსახურად ყოფნა არასდროს ცეცხლის მბრძანებელმა სოზინმა ომი დაიწყო. მივხვდი, სხვა აუ, ბრძანებები. ახლა მოვწვი. ნახმარებისთვის გმადლობთ. ანუ ნამგებით სოზინმა ტაძარში მიხვალთ. როდესაც შიგნით შეხვალთ, დაელოდეთ, რომ სხივი ავატარ როკუს ქანდაკებას დაეცეს. მასთან საუბარს მხოლოდ მაშინ შეძლებთ. ანუ ის სახელიც რელიზი ვიცით უკვე მოამზადა ვინც აჭარანეთქო. ომი დაიწყო. არა, ნუ სოზინის სახელი არ ვიცნობ. რა ხდება? ტაძრის კარი. დაკეტილია. შაი უყია. მას ცეცხლის მბრძანებლობით ვერ გააღებთ, როგორც სხვა კარებს აღებდით. არა. ამ კარის გაღება ოდავ ავატარს ჩამოყალიბებულ ავატარს შეუძლია. ხოლო ჩამოყალიბებულ ბრძენები ამ კარს 5 ცეცხლის საფეთქებით აღებენ. 5 ცეცხლის საფეთქება არა? ვფიქრობ თქვენი დახმარება შემიძლია. ვიცია, კურსი ჩრდილოეთისკენ შეინარჩუნე. ჯო კომს გამოყვება, რომელსაც საფარად გამოვიყენებ. ეს ფოკუსი მამაჩემისგან ვისწავლე. ზეც ცხოველის ტყავისგან შეკერილ ტომარაში ვასხამთ. შაიულ ბაწარს ცეცხლს მოუკიდებს და აი ისიც. ცეცხლის ბრძანებლობის იმიტაცია. ამჯერად შენ თავსაც გადააჭარბე სოკა. შესაძლოა ეს მართლაც გამოვიდეს. კაი გიგმა. ბრძენები აფეთქების ხმას გაიგონებენ. როდესაც ცეცხლი წაეკიდება, ტაძარში შედით. ზე თითქმის ჩავიდა. სათხარ? რა თქმა უნდა. გაამართლა? კარი მაინც დაკეტილია. არ გამოგვივიდა. როგორც ჩანს, მაგრამ შეჭირდება. იქნება ანგმა უნდა გააკეთოს ეს. რატომ არ იღება? ანგ, გაჩერდი. ვეღარაფერს გავაკეთებთ. მაპატიეთ, ყველაფერი ჩემი ბრალია. არაფერი მესმის. აფეთქება ცეცხლის ბრძანებლობასავით ძლიერი იყო. სოკა, გენიოსი ხარ. უიცადე, სოკა გენიოსი რატომ არის? ის მაგებმა მარც კი გაამართლა. კარგი რა, ანგო. მართალი ხარ. სოკას გეგმამ არ გაამართლა. მაგრამ ჩანს თითქოს გაამართლა. ბოლო 100 წლის განმავლობაში გენიოსის მნიშვნელობა შეიცვალა? სწრაფად, ავატარი ტაძარში შევიდა. იქ როგორ შევიდა? არ ვიცი. შეხედა. აი იქაც. შეგნით არის. კარი დაუყოვნებლივ გააღეთ. უნდა მოვასწროთ სანამ ავატარ როკუს დაელაპარაკება. 100 წლის განმავლობაში გენიოსის მნიშვნელობა შეიცვალა. ანუ ამათ აღებინებს. არის. ეს ავატარის ლემურია. ალბათ ტაძარში მილების საშუალებით შევიდა. მოგვატყუა ეს. მიდი ანგ. ვაუ. ანგ, ეს შენი ეს შანსია. კაი გიგმა იყო. ავატარი ჩემთან ერთად წამო. კარი დაკეტეთ. სწრაფად. ეს არ არის კარგი. მიდი. ეს უკეთესი იყო. ვაუ. შევიდა. აბა. ვეცავთ. სკივი ქანდაკებას დაეცა და როკოს უნდა ვესაუბრო. რატომ არაფერი ხდება? რატომ არ იღება? დალუქულია. ალბათ სინათლის ბრალია. ავატარ როკუს არ უნდა რომ იქ შევიდეთ. ანუ როგორც თვითონ სამხერს საუბარი. არ ვიცი რას ვაკეთებ. ხოლო თაერის მბრძანებლობა ვიცი. თქო ავატარო როკუ, დამელაპარაკე. ესეც ასე.
აუ წავიდა შენი ნახვა ანგ ამდენ ხანს რატომ შეყოვნდი როკუ ავატარს რატომ ეხმარებოდი? იმიტომ რომ ოდესღაც ეს ბრძენების ვალი იყო ეს ჯერ კიდევ ჩვენი ვალია ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელი სიტყვებია დარწმუნებული ვარ ცეცხლის ბატონი გაგიგებთ როდესაც შეიტყობთ რატომ უღალატეთ მეთაურო ჯაო თქვენ კი პრინც ოსუკო კეთილშობილება გამოიჩინეთ მაგრამ კვამულმა არ გაამართლა ერთ დღეში ორი მოღალატე დავიჭირეთ ცეცხლის ბატონი კმაყოფილი იქნება დააგვიანეთ ჯაო ავატარი ტაძარშია ხოლო კარი დალუქულია მნიშვნელობა არ აქვს ადრე თუ გვიან მაინც გამოვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა ანგ სწორედ ამიტომ როდესაც სულების სამყაროში იყავი შენთან ჩემი დრაკონი გამოუშვი ეს ჩემს ხილვას ეხება? კომეტას? დიახ ეს რას ნიშნავს? 100 წლის წინ ცეცხლის ბატონმა სოზინმა სოზინს ვახსენებთ ის დასაწყებად გამოიყენა მან და მისმა ცეცხლის მბრძანებლებმა ამიტომ გამოიყენა დასაწყებთიანეს და სხვა ერებს პირველი სასიკვდილო დარტყმები მიაყენეს კომეტამ ისინი გააძლიერა? დიახ წარმოუდგენლად ძლიერები გახდნენ მაგრამ ეს 100 წლის წინ მოხდა ახლა კომეტა ომთან რა კავშირშია? ყურადღებით მომისმინე სოზინის კომეტა ზაფხულის ბოლოს სოზინის კომეტა და ცეცხლის ბატონი ოზაი მას გამოიყენებს რათა ომი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ანუ კომეტა ბრუნდება მას მიაღწევს სამყაროში წონასწორობას ავატარიც კი ვერ აღადგენს ანგ ცეცხლის ბატონი კომეტის დაბრუნებამდე უნდა დაამარცხო კი გაზრი მქონდა ახლა ცეცხლის მბრძანებლობის სწავლაც კი არ დამიწყია იცი სადაც ცეცხლის მბრძანებლობაზე აღარაფერს ვამბობ სტიქიების დაუფლებას მრავალწლიანი დისციპლინა და ვარჯიში სჭირდება მაგრამ თუ სამყაროს გადარჩენა გარდაუვალია ყველაფერი ამ ზაფხულის ბოლომდე უნდა ისწავლო ამ ზაფხულის ბოლომდე ანუ 3 თვეც არ აქვს სოფლიოს გადასარჩენა როდესაც კარი გაიღება ცეცხლის ზალა მთლიანად გამოიყენეთ არ მითხრათ რომ ახლა ცეცხლის ბრძანებლობას ისწავლის ანგი როკუს დახმარებით რა მოხდება თუ ყველაფრის სწავლას ვერ შევძლებ და დავმარცხდები? ვიცი რომ შეძლება ანგ ეს ადრეც შეგეძლო ადრეც შეგეძლო კი სრულდება ჩვენი გზები უნდა გაიყაროს ცუდია ჯერჯერობით ტაძარში დაბრუნებას ვეღარ შევძლებ რა უნდა ვქნა თუ შეკითხვები გამიჩნდება როგორ უნდა დაგელაპარაკოთ მე შენი ნაწილი ვარ როდესაც ჩემთან საუბარი მომინდება გზას აუცილებლად გამონახავ ტაძარში დიდი საფრთხე გელის ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარები თუ ამისთვის მზად ხარ აუ მე მზად ვარ აპგრეიდი ავატარის ძალების მოემზადეთ არა ეს ნათება იყო დაინახეთ ავატარი როკუ როკუ გამ რანაირად ეს იუზი არა მე ავატარი როკუ ტაძრის განადგურებას აპირებს უნდა წავიდეთ ანგის გარეშე არ წავალ ეს იყო შენთან ვართ მადლობ შაიო სად არის არ ვიცი შაიო დიდი ალბათობით დაჭერილი ყავთ აპან გადაგვარჩინა ისევ
ერთი კვირა გაუშვებად მახვალებს. არანაირი ავატარი. როგორც ჩანს, მხოლოდ 5 მოღალატე მყავს. მეთავარ ავატარს მხოლოდ შაიუ ეხმარებოდა. ეს ცეცხლის ბატონს მოუყევით. ჩემი აზრით, ყველა დამნაშავეები ხართ. საკანში წაიყვანეთ. ამაზე რა თქვა, არ ვიცი. ვაუ, რა კადრია. ხო, ახლა დახმარება სჭირდება. თან ძალიან. რელიზი მოამზადა აჭარა. ავი. უყურო ბოლომდე ჩანდებას. მე სხვა დროს უყურებ. მერთო ეს რა იყო? ალბატონებო და ბატონებო, ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონის მერვე სერია. როგორც ჩანს, სამთვის ნაბუნიობა ავატარი როკ. მეგონი ასე რკო. უბრალოდ, შემდეგ სერიაში თუ უკვე პროცესით ახლა შემდეგი სერიის სათაურს ვნახავ, ამოვჭრი და მე გავაგრძელებ საუბარს. იმიტომ რომ ბევრი მაქვს სალაპარაკო. შემდეგი სერია უკვე წყლის ბრძანებლობის სწავლაზე იყოს. უბრალოდ შევხედა რა ქვია. The water bending school. Wow. წყალთან დაკავშირებით არის. კარგი, ამოვჭრი ახლა და გავაგრძელებ საუბარს სერიაზე. ხო. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ეს იყო საუკეთესო სერია. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. რაც მე ვნახე, ახლა 8 სერია მაქვს უნდანახი, მაგრამ ამ 8 სერიიდან მერვე ეს ავატარი როკუ იყო საუკეთესო. აშკარად და ყველაფერი იყო ამ სერიაში. პერსონაჟების განვითარება, ისტორიის განვითარება და კიდევ რა ვიცი, პერსონაჟები ან ჯას პერსონაჟები აგვაჩვენეს წინა სერიებში. მე მგონი ყველა ვნახეთ ამ სერიაში. ჩვენი სამეული ახლა ავატარი, ანგი, სოკა და კატარა რომ იქნებოდნენ, მაგაში ეჭვერავის გეპარებოდათ. აირო, ზუკო, ჯაოც დაგვიბრუნდა. და რავი, რა თქმა უნდა ახლა ზოგიერთიანი მეორე თუ მესამე ხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებსაც არ ვითვალისწინებთ, მაგრამ მაინც საინტერესო იყო ყოველი მათგანის ყურება. მეშვიდე სერია იყო შვენიერი. ეს სერია კიდევ უკეთესი იყო. მეშვიდე სერიაში უფრო აიროს გაუსვი ხაზი თუ როგორი ადამიანი, როგორი მეომარი იყო და როგორი რამდენად ძლიერი იყო და რამდენად მოხერხებული და ზოგადად აიროს თვისებებზე ვისაუბრე და აქ უფრო სხვადასხვა ჯეოს თვისებები გამოჩნდა ხშირად, როგორი ადამიანიც არის და ზუკოსი. ზუკოზე ძალიან მომწონს, როგორც მივიდივართ, ფაქტობრივად ზუკოს და აიროს ბოროტ მოქმედებს ვერცერთს ვერ ვუწოდებ. შეიძლება არიან, მაგრამ ვერ ვუწოდებ, იმიტომ რომ ზუკო ვიცი რისთვისაც აგებს, მამამისმა რომ დააფასოს, რომ დააბრუნოს, იმიტომ რომ გაძევებული ყავს და აიროც როგორც ჩანს აშკარად ზუკოს მხარესაა ახლა. ბოლოს და ბოლოს ან გაძევებული ყავთ აირო, ან ზუკო რომ გააძევეს, აირო თავისით წავიდა, თავისით გაიქცა ფაქტობრივად. იმიტომ რომ ამ სერიაში ამ მომდაკინეს რომ მამაჩემის ნდობა არ შეიძლება, მამაჩემი მეთქი ვაიმე, ჩემი ძმა ძალიან კეთილი გონიაო, ოზაინა ნახი არ ყავს, ეხლა ვნახეთ ცოტა როკუს იმაში ნაჩვენებ, რაც გვაჩვენა, მოგონებებს ვერც ვუწოდებ, იმიტომ რომ მოგონებები არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც როკუმ დაგვანახა იქ მომენტში, ჩრდილი გამოჩნდა მხოლოდ ოზაისი და მთლიანად, მაგრამ აშკარად
ჩანს რომ კაცრია, ბოროტი ადამიანია, როგორც აი რო ახასიათებს და აშკარად ჩანს რომ არ არის მისი გულის მოგება ასეთი მარტივი. მაგრამ ზუკო მაინც ცდილობს და რავი, რაც ეჭვმეპარება რომ გამოუვიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მარტივად არ დანებდება, არც ანგი არ დანებდება მარტივად, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ცეცხლის სამეფოში წავიდა, თავის თავზე მეტი რომ გაეგო და როკუს რომ დალაპარაკებოდა, რომ შეხვედრილიყო ერთმანეთს, ძალიან მოგეწოდა ის სცენა, სადაც ბარიერს ვარგობდით იმ ბლოკადას, თუმცა ცოტა მარტივად მომეჩვენა რომ მარტივად იმას ესაქვია, მარტივად მოახერხეს ამის გაკეთება. ზუკო და აირო კიდე გასაგებია გაუშვეს იმის მერე, ჯერ ანგი რომ შევიდა, მერე ზუკო და აირო გაუშვეს, იმიტომ რომ მიაგდებდნენ ავატარს მათ დახმარებით. მაგრამ ისინი ანგი, კატარა და სოკა მესმის ახლა აპაზე იყვნენ ფრინავ ბიზონზე, მაგრამ მაინც ახლა რამდენიმე ხომალდი იყო და რომ გავიტოდნენ, ეჭვიაც არ მეპარებოდა, მაგრამ ცოტა მარტივად მომეჩვენა ეს მომენტი. არც შეიძლება ვცდები, მაგრამ ეგრე ჩანდა. დავისაუბრეთ როკუს. რა კარგი იყო. არა, მართლა კარგი იყო ეგ სცენა, ძალიან ჩემი საყვარელი მომენტი იყო, შეიძლება ითქვას ჯერჯერობით ზოგადად თელ სერიალში. და ძალიან მომეწონა თუ რამხეითაც წავედით, мотивация გავიგეთ. ოზაისი, რომელიც დიდი ალბათობით მთავარი ანტაგონისტი იქნება, არაერთხელ მოხს ნახსენები, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ისე ამბობენ ოზაიზე, ისე ლაპარაკობენ რომ კომენტარ რომ მოგვიახლოვდება მხოლოდ მაშინ უნდა დავამარცხოთო, მანამდე უნდა დავამარცხოთო. და როგორ ისწავლის ანგი ამ ყველაფერს 3 თვეში, ამ ზაფხულში, თუ შეიძლება 3 თვეზე ნაკლები აქვს დარჩენები. ზაფხულის ბოლომდე აქვს, რომ არ ვიცი, შეიძლება ისწავლოს. მაგრამ შეიძლება მეტი ქონდეს, ხომ არ ვთქვამთ ახლა ზაფხულია, გაზაფხულია, რა პერიოდია, რა სეზონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დრო ცოტა აქვს, ახლა წლები სჭირდება ერთ სტიქის ბრძანებლობის სწავლას, ამან ერთდროულად 3 უნდა ისწავლოს. წყალი, მიწა და ცეცხლი. რაც არ იქნება მარტივი საქმე, მაგრამ ანგმა უნდა შეძლოს, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ანგზე არის ყველაფერი დამოკიდებული, ანგზე არის მთელი მსოფლიოს ბობოვარი დამოკიდებული, ისე დაემთხვა, ავატარზე არის ზოგადად, მაგრამ ჩვენს ავატარს დაემთხვა რა ეს პერიოდი, კომეტის მოსვლის ანგს. და როკუს ამბავიც გასაგებია ახლა. სოზინმა რომ დაიწყო ომი, ჩემი აზრით ეს თემა უნდა გავარცოთ. კარგი იყო რაც ნახეთ, მაგრამ არასაკმარისი. მოგონებებს, შენ როგორც ტიტანებზე გავაკეთეთ, რა ქვია, Attack on Titan-ში იმირზე, ეგეთი მსგავსი თემა იქნება, ასე წარმოდგენა მაქვს. რა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ასეთი თემა უნდა იყოს დაახლოებით სოზინზეც და ისე სიმეტრე გითხრათ, ახლა ვატყობ ნელ-ნელა რაღაცით ავატარი უფრო თავგადასავლების დროს ევსგავსება. იმიტომ რომ იქაც ასეთი თემა იყო, ცოტა სხვანაირი კიდე, იმიტომ რომ ვიკფინი პირდაპირ რეინკარნაცია იყო კომეტის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კომეტა და კოსმიური ძალები და ეს რა ქვია, მსოფლიოს გადარჩენის და ყველაფერს, ძლიერი ბოროტმოქმედის, კოსმიური ბოროტმოქმედის დამარცხება, კოსმიური, ხო, კოსმოსიდან ჩამოსulis, ეგ იყო. მაგრამ აქ კიდე ცოტა სხვა სიტუაცია, თუმცა კომეტის ამბავი ამ სერიალში მსგავსია. რაც ირონიულია, იმიტომ რომ თავგადასავლების თუ ჩემი საყვარელი მულტფილმია არკეინის მერე, ხო? დავავიწყდა რომ არკეინი არსებობდა. და ავატარიც ვატყობ, უკვე პირველი სერიები ისე მომწონს, რომ ვატყობ აშკარად ტოპ სერიალი მექნება. შეიძლება ტოპ პირველიც, მაგრამ ჯერ ახლა არ ვიცინასწარ ვეტყოლებ. და რა თქმა უნდა ის სცენა, სადაც ავანგი გამოდის და როკუს სახით, როკუმ რო ცოტა ხანი ძალები მისცა, ეგ იყო მაგარი. დაფრთხნენ ისინი, რა ქვია, ცეცხლის ბრძანებლები.
და ანგის სახე არ დამოვიწყდება მაგ მომენტში და ჯაომ ტყვე დაიყვანა ყველა ხოლო ერთი ეხმარებოდა ტყვე დავიწყდა იმის სახელი ანგს მაგრამ რატომღაც ჯაომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რომ ტყვე დაიყვანა ყველა მათგანი რაც საინტერესოა ჯაო ახლა ან მგონია მთავარი ანტაგონისტი იყოს ამ სეზონში მაგით დავიწყებ იმიტომ რომ წესით და რიგით ეს უნდა იყოს ზუკო მაგრამ მაინც ვთვლი რომ მნიშვნელოვანი სახე იქნება ამ სეზონში და შეიძლება მთელ სერიალშიც რავი და როგორც უკვე ვთქვი აიროზე ვისურვებ მეტის ნახვას ახლა შემდეგ სერიაში სათავეს მოვკარი თვალი შემდეგ სერიაში სოკამ და კატარამ და ანგმა თუ დაიწყეს იმის რა ქვია წყლის ელემენტის წყლის სტიქის შესწავლა ეს იქნება ძალიან კარგი დიდი პროგრესი იქნება როგორც ანგისთვის ასევე კატარასთვისაც სოკას როგორც ვატყობ ძალები არ აქვს და არც ექნება მქონდა თავიდან იმედი რომ ექნებოდა აერისტიკია სოკასაც მაგრამ საერთოდ არაფერს არ ამახვილებენ მაგაზე ყურადღებას და როგორც ჩანს არც სოკას აქვს დიდად სურვილი რომ ბრძანებელი გახდეს წყლის ყოველ შემთხვევაში რაც იყო ველოდები როდის შეისწავლიან სოკა კატარა და ავატარი კატარა და ანგი წყლის სტიქიას და ველოდები როდის შეისწავლის ანგი ყველა სტიქიას და ველოდები ასევე ლუზაის გამოჩენასაც და რა თქმა უნდა მეტ ისტორიას იმიტომ რომ ბევრი რამ გვაქვს სანახავი მაგალითად როგორ მოხდა ეს ზუკოს გაძევების ამბავი აი ეს ნაიარები რო აქვს თვალთან უბრალოდ ეგეც მამამისის დატოვებული ხომ არაა შემთხვევით დამწვარს გავს აშკარად შეიძლება მამამისის კვალიც იყოს მაგრამ მგონია ახლა გვაჩვენონ იმაში რა ქვია მულტფილმში თუ მართლა ეგრე იყო მაგრამ თუ გვაჩვენეს ვაუ საყო და ასევე რა თქმა უნდა როგორ აღმოჩნდნენ ანგი და აისბერგში ეს ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად მოკლედ ამ ყველაფერს შევიტყობ დარწმუნებული ვარ 100% და ცოტა ეს კორაზეც ვისაუბრე ავატარ კორაზეც წინასწარ ერთი 60 სერიით ადრე კორამდე კიდე მივართ ყოველ შემთხვევაში თუ ასე წავედით წრეზე მე ვამბობ კორა უნდა იყოს წყლის ბრძანებელი არ ვიცი ჯერ ის ბრძანებელია მე მგონი ნათქვამი ქონდა ჩემთვის და დამავიწყდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ზუსტად კარგი და გემშვიდობებით მაშინ იმედი მაქვს მოგეწონათ ეს სერიები იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქება არხის გამოწერა და სარის ხილაკის გააქტიურება მადლობა ყველას დიდი ხარჯებისთვის კარგად ბრძანდება